საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სენსაციით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ჩვენი სპორტსმენი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ქართველებმა პირველივე წუთიდან ხელთიგდეს უპირატესობა მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ და მეტოქე 14 ქულიანი სხვაობით 83-69 დაამარცხეს. წარმოუდგენელი რამე იყო რა და ვაფშე დაამტკიცეს რომ ქართველებს შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება. ეხლა გაუჭირდებათ ძლიერ გუნდებთან კიდე რა თქმა უნდა ამბავი შეიძლება ენერგია არ ეყოთ ან რაღაცა, მაგრამ ეს უკვე რამეს ნიშნავს, მე ნელ-ნელა მაგ ტემპსაც აიღებენ და ალბათ ბევრი გამარჯვებები გველოდება. მშვენიერი მატჩი იყო, ნამდვილად სასწაული მოახდინეს ჩვენმა ბიჭებმა, არავინ არ ელოდნენ ასეთ თამაშს. მით უმეტეს წინა ამხანაგური შეხვედრება ეხლა სანამ მემზადებოდნენ ყველა შეხვედრა დათმეს. და მოქმედ ჩემპიონთან ასეთი დამაჯერებელი და 14 ქულიანი გამარჯვება, რა ვიცი, მართლა უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა ჯერჯერობით. ნუ ეხლა ჩვენი კალათბურთელები ძალიან ძლიერები არიან, NBA-ში თამაშობენ, ბითაზე, მამუკალაშვილი, შენგელიაზე ხო საერთოდ რაღა უნდა თქვა, ვასკულავია, სოფლიოს ვასკულავია. ასე რომ დიდი იმედი მაქვს. იმენდია ჯგუფიდანაც გავალთ და გააჩნია მე ვინ შეხვდება. ასე რომ ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და ძალიან მოხარული ვარ გუშინდელი მატჩით. პირველ რიგში ულოცავ ჩვენ კალათბურთელებს ამ დიდ წინსვლას. საკმაო ანგარიშით მოიგეს. მოგებარი აი ეს და მომავლისთვის უსურვებ წინსვლას არა მარტო კალათბურთელებს, საერთოდ ჩვენ სპორტსმენებს. ველოდებით შემდეგ გამარჯვებას. გუშინდელი მატჩის გამო დიდი გმაყოფილი დავრჩი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ტარდებოდა, მაგრამ ჩვენი ქართველი ერის რომელ ქვეყანაშიც ტარდებოდა, ეს იყო კვიპროსი. ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა ემიგრაციაში მყოფი საბალეშჩიკოთ. ამ გუნდმა ბალეშჩიკების გული გაახარა, არა მარტო იქ, არამედ ჩვენი აქ. მე გმაყოფილი დავრჩი იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედ ჩემპიონს რომ უგებ, ეს დიდი მიღწევა არის. არაერთხელ მithქვამს, რომ ქართველმა ერმა თავის სიტყვა სპორტის ისტორიაში კვლავ და კვლავ ყოველ წელიწადს ამყარებს, ამაგრებს, მე გმაყოფილი ვარ. მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი მატჩები, რაც ჩასატარებელი არის, უკვე ლაითი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ერის ძალა ეკამდე თუ ხვლით იცოდნენ დღეს უკვე სპორტით, რაც დიდი მიღწევაა ქართველი ხალხისათვის.